რიჩარდ ჰოლბრუკზე ისაუბრა მიხეილ სააკაშვილმა ტელეკომპანია BBC-ს ეთერში საქართველოს პრეზიდენტი ვრცელი ინტერვიუისთვის BBC სტუდიაში მიიწვიეს. მიხეილ სააკაშვილის პირველი კითხვა წამყვანმა სწორედ რიჩარდ ჰოლბრუკზე დაუსვა. როდესაც რუსული ჯარი საქართველოს ბომბავდა და ყველა პროგნოზი მუქ ფერებში იყო, მან მოახერხა და ბოლო რეისით ჩამოვიდა და ბოლომდე ჩვენს გვერდით იდგა, განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა. BBC-ს ეთერში საქართველოს პრეზიდენტმა ვაშინგტონში გამართულ შეხვედრებზეც ისაუბრა. მათ შორის ვინც ცნობილ დიპლომატს პატივი მიაგო საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილიც იყო. ის ახლა ჩვენ სტუდიაში იმყოფება. დიდი მადლობა ბატონო პრეზიდენტო სტუმრობისათვის. რა თქმა უნდა, რიჩარდ ჰოლბრუკი დიდი ადამიანი, დიდი პიროვნება იყო. ალბათ, როდესაც ამერიკელები ფიქრობენ მასზე, ახსენდებათ ავღანეთი, პაკისტანი, ევროპელებს ბოსნია. რა შეგიძლიათ გვითხრათ ქართველებზე? რას ფიქრობენ ისინი? რა თქმა უნდა, ქართულ ხალხს ის ახსოვს. იგი საოცრად მომხიბვლელი პიროვნება და ერთ-ერთი ყველაზე დიდი მოაზროვნე იყო, რომელსაც არათუ პირადად შევხვედრი ვარ, არამედ გამეგონია კიდეც. 2008 წელს, მაშინ, როდესაც საქართველოს დედაქალაქი ალყაში იყო, რუსული ჯარი გვიახლოვდებოდა და ყველა პროგნოზი ძალიან მუქ ფერებში კეთდებოდა, მან მოახერხა და ერთ-ერთი ბოლო რეისით ჩვენთან ჩამოვიდა. ჩვენთან ყოფნის დროს კი ის დაუღალავად აძლევდა მედიის წარმომადგენლებს ინტერვიუებს ქალაქის ცენტრში მდებარე ერთ-ერთი სასტუმროდან. არსებითად ის მსოფლიოს სიმართლეს ეუბნებოდა იმას, რაც ხდებოდა და რასაც საკუთარი თვალით ხედავდა. უფრო მეტიც, მან 2006 წელს ეს ომი იწინასწარმეტყველა კიდეც. მე მახსოვს, როდესაც ამბობდნენ, რომ ეს დიდი მოთამაშეების თამაშია და საქართველოს გამო, რომელიც პატარა ქვეყანაა, თავი არ უნდა შევიწუხო. რიჩარდ ჰოლბრუკი იყო იდეალისტი და მან დაამტკიცა, რომ იდეალიზმი შესაძლებელია ეფექტიანი იყოს. მახსოვს, როდესაც რუსული ჯარი გვიახლოვდებოდა და ხალხმა არ იცოდა თუ რა უნდა გვექნა, ზოგი გვაძლევდა რჩევას, რომ მთავრობას ქვეყანა უნდა დაეტოვებინა. ვლადიმერ პუტინმა ჩემი სხეულის გარკვეული ნაწილებით ჩამოკიდების პირობა დადო და მეც მირჩევდნენ, რომ გავრიდებოდი. მაგრამ ამ დროს რიჩარდი ჩემს გვერდით იდგა და მეუბნებოდა, რომ ბრძოლა უნდა გაგვეგრძელებინა. უნდა გვებრძოლა უკანასკნელ კაცამდე, სისხლის უკანასკნელ წვეთამდე, რადგან ჩვენ თავისუფლებისთვის ვიბრძოლით. და რამდენადაც ვიცი, თქვენ მისი სახელი ერთ-ერთ ქუჩასაც დაარქვით. დიახ, ეს გადაწყვეტილება თბილისის საკრებულომ მიიღო და ვფიქრობ, მან ეს ნამდვილად დაიმსახურა. მისი დამსახურებაცაა, რომ ჩვენი დედაქალაქი მაშინ გადარჩა. ომის შემდეგ, როდესაც ბევრი აცხადებდა, რომ ქვეყანა დაიღუპება და მთავრობა ჩამოიშლება, ის მეუბნებოდა, რომ ამ სტატიებისთვის ყურადღება არ მიმექცია. თუ 2 წლის პერიოდში ხალხი დაინახავს, რომ თქვენი სახელმწიფოებრიობა და ეკონომიკა გადარჩა, მაშინ ქვეყანაც გადარჩება და დაკარგულსაც აინაზღაურებთ. მას ჰქონდა სტრატეგიული ხედვა, რომ საბოლოო ჯამში ჩვენ აუცილებლად გავათავისუფლებდით ოკუპირებულ ტერიტორიებს. მას ამის რწმენა ჰქონდა. თქვენ დღე ძალიან ბევრი შეხვედრით გაატარეთ. შეხვდით ფაქტიურად ყველას, როგორც ოპოზიციური რესპუბლიკელების, ისე დემოკრატების ლიდერებს. ასევე ცერემონიის შემდეგ ისაუბრეთ პრეზიდენტ ობამასთან. ჩემი კითხვა შემდეგია: რა სურს დღეს საქართველოს ამერიკისგან? დიახ, ძალიან სასიამოვნო შეხვედრა მქონდა პრეზიდენტ ობამასა და ვიცე-პრეზიდენტ ბაიდენთან. ჩვენ საკითხთა ფართო სპექტრი განვიხილეთ. ასევე მე ვიყავი პირველი უცხოელი ლიდერი, რომელსაც კონგრესის ახალი სპიკერი ბონერი შეხვდა. მქონდა ასევე საინტერესო შეხვედრები ორივე პოლიტიკური პარტიის, რესპუბლიკელებისა და დემოკრატების ლიდერებთან. უპირველეს ყოვლისა, მინდა აღვნიშნო, რომ მიუხედავად ყველა პრობლემისა, რომელიც ამერიკას საზღვარგარეთ აქვს, საქართველოს საკითხი აქ კვლავ აღელვებთ. საქართველოს ძალიან მნიშვნელოვანი სტრატეგიული ქვეყანაა და ჩვენთვის აუცილებელია შეერთებულმა შტატებმა არ მოადუნოს ყურადღება საქართველოს. მაგრამ ამერიკელების ყურადღება ახლა უფრო მეტად რუსეთს ეთმობა. გვახსოვს ის სირთულეები, რომელიც სტრატეგიული შეიარაღების შეთანხმების რატიფიკაციას მოყვა. გაართულებს თუ არა ეს თქვენს შემდგომ ურთიერთობებს ამერიკასთან? ვფიქრობ, ამ ქალაქში რუსეთთან მიმართებაში არანაირი ილუზია არ არსებობს. რა თქმა უნდა, არსებობს სურვილი, რომ მნიშვნელოვან საკითხებში რუსეთიც იყოს ჩართული. ეს ჩვენთვის სრულიად ცხადია. თუმცა მეორეს მხრივ, ჩვენ შემთხვევაში რუსეთი აგრძელებს ჩვენი ტერიტორიების 20%-ის ოკუპაციას. ყავს 500,000 იძულებით გადაადგილებული პირი. რუსები არ აღიარებენ ჩვენს საზღვრებს, მთავრობას და უფრო მეტიც, ისინი არ აღიარებენ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ იმ შეთანხმებას, რომელსაც თავად მოაწერეს ხელი. მიუხედავად ამ ყველაფრისა, ეკონომიკური ზრდის, კორუფციასთან ბრძოლის თვალსაზრისით, საქართველოს შეძლო რეგიონში მოწინავე პოზიციების შენარჩუნება. მსოფლიო ბანკმა ნომერ 1 რეფორმატორ ქვეყნად გვაღიარა და ეს ყველაფერი გავლენას ახდენს ჩვენს რეგიონზე, რადგან ჩვენ ვხდებით ავტორიტარული მართვის ალტერნატიული მოდელი. ამერიკა ამ საკითხში საქართველოს გვერდით დგას. იმ ორი ქვეყნიდან, რომელსაც ამერიკა 1000 წლეულის გამოწვევის პროგრამით ისევ ეხმარება, ერთ-ერთი საქართველოა. ეს იმას ნიშნავს, რომ აქ არიან ადამიანები, რომლებიც აცნობიერებენ საქართველოს მნიშვნელობას. თუ საქართველო იქნება წარმატებული, ის
ღირებულებები, რომლებსაც რიჩარდ ჰოლბრუკიც ატარებდა, გადარჩება. სწორედ ამ ღირებულებების გამო უყვართ ადამიანებს ამერიკა. აქ საქმე იდეებს და არა გეოგრაფიას ეხება. ეს იყო მიხეილ სააკაშვილი. დიდი მადლობა. And coming up here on BBC